როგორ მოვიქცეთ პირველი ვერძის მოსვლისას? როგორც წესი, ისინი ხდება მესამე, მეხუთე ან მეშვიდე დღეს. მეხუთე და მეშვიდე დღეები, როგორც წესი, საკეისრო კვეთის შემთხვევაშია. მანამდე ხშირად აწებინეთ ბავშვი მკერდზე და რძის მოსვლა უფრო სწრაფად მოხდება. დედას უჩნდება მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ცახცახით, ან როგორც გაციებასთან ქცევა და არ ვიცით რა ხდება. ეს ნიშნავს, რომ რძე მალე მოვა, ან უკვე მოსულია. მკერდი ივსება და ხშირად ხდება ძალიან მაგარი, თითქოს ქვაა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ რძე გამოვიდეს? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეშუპება არ დაუშვათ. თუ ეს მოულოდნელად მოხდა, უნდა მოხსნათ. რას ვაკეთებთ? ვადებთ სიცივეს. აიღეთ პირსახოციან საფენი და ასველეთ ცივი წყლით, მიიდეთ მკერდზე. მთლიანად დაფარეთ მკერდი, მაშინვე შეგიმსუბუქდებათ. მაშინვე იგრძნობთ, რომ უკეთ გახდით. შემდეგ აკეთებთ არეოლის დარბილების ტექნიკას. თუ არეოლა აქ ძალიან მაგარია, ბავშვი ვერ შეძლებს სწორად მოჭიდებას. აწვევით ძუძუს თავთან, აჭერთ 1-2 წუთით. ეს პროცესი საკმაოდ მყარად ხდება. მოაშორეთ ხელი, კიდევ ერთხელ. მოაშორეთ ხელი. თუ არეოლა დარბილდა, ეს საკმარისია. შემდეგ გააკეთეთ მკერდის გამშლელი მასაჟი, აი ასე და მიადეთ ბავშვი. თუ ბავშვი თქვენთან არ არის, უნდა გამოწუროთ რძე. თუ ბავშვი თქვენთანაა, მაგრამ სძინავს, გააშიშვეთ პამპერსამდე და მიადეთ მკერდზე. საუკეთესოა, როცა ამას ბავშვი აკეთებს. კონსულტანტის მიერ გამოწურვა ყოველთვის ძალიან მტკივნეულია. ამიტომ დაუძახეთ ბავშვს და მიეცეთ საშუალება, რომ მან გიშველოთ